მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, უფალმა დაგლოცოთ. პირველ რიგში მინდა რომ შეგახსენოთ, რომ გუშინ მძიმე დღე გქონდა და ეს დღეები ძალიან მძიმე არის და კიდევ ერთხელ ისამძიმრებთ ჩვენი ილია მეორის გარდაცვალების დღეს, რომელიც უფალმა თავისთან წაიყვანა. ეხლა კი ჩემო ძვირფასებო, გავაგრძელებთ ჩემ ტრადიციულად ჩემს ავტორო გადაცემას ღვთისმსოფელს, რომელიც ძირითადად ეძღვნება გვარების წინამძღოლთა დარბაზს, ესე იგი მოგვყავს გვარის წინამძღოლები და გვარის ისტორიებს ყვებიან, რათა მათმა მომავალმა თაობამ მცირედით მაინც იცოდეს თავიანთი გვარის ისტორია. დღევანდელი დღე გვაქვს მიძღვნილი ჩვენი პატრიარქის ილია მეორის გარშემო ვისაუბრებთ, მის ღვაწლზე, მის მოქმედებაზე, კიდევ ერთხელ მივსამძიმრებთ საზოგადოებას და დღეს სტუდიაში მოწვეულები არიან ბატონი შოთკა ზედგენიძე ამილახრების წინამძღოლი, სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის თანათავმჯდომარე და უფლის მოშიშე და მოსიყვარული ადამიანი. აგრეთვე სტუდიაში ყავს ბატონი გოგიტა მელიქიძეების დარბაზის თავმჯდომარე და მინდა ქართულ ტელევიზიას მიულოცო, რომ მისი სახით ქართულმა ტელევიზიამ შეიძინა გადაცემა, ბატონი გოგიტას გადაცემა, საავტორო გადაცემა მომლოცველი და იგი წაიყვანს და წამყვანიც იქნება. თვითონ ბატონი გოგიტა არის ჟურნალისტი და ღვთისა და ერისკაცი, იგივე უფლის მოსიყვარული და მოშიში ადამიანი. Tot მადლობა წარდგენისთვის ბატონო ერისკაცი. ძვირფასო მეგობრებო, მე მინდა რომ იცოდეთ, რომ გვარების წინამძღოლთა დარბაზი არის ილია მეორის დაფუძნებული, ჩვენი პატრიარქის დაფუძნებული, შექმნილი და მან მის ეგეთის ქვეშ მუშაობს გვარების წინამუშაობდა დღემდე და დღეს გააგრძელებს ორმაგად მუშაობას. ჩემო ძვირფასებო, გვარი როცა დაილოცება, დალოცვილი გვარი ავტომატურად ხდება დარბაზის წევრი. ამიტომ ჩვენ გვაქვს ასეთი, როდესაც გვარი ჩვენთან ურთიერთობს, დარბაზთან ურთიერთობს, მას აქვს წოდება გვარების საბადიო წევრის წოდება. ხოლო ყველა გვარი, რომელი გვარის დალოცვილია, ყველა არის დარბაზის წევრი. ჩემო ძვირფასებო, ეხლა კი მე მინდა დღევანდელი გადაცემა მიძღვნილი არის გითხარით ილია მეორის გარშემო. ერთის მხრივ მთელი საქართველო არის დამწუხრებული, რადგან ერის მამა დავკარგეთ და მეორეს მხრივ ილია მეორემ გააერთიანა საქართველო და ზეციურში ავიდა და იქედან დალოცავს ქართველ ერს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გვარის წინამძღოლებს, გვარიშვილებს. მე მაგალითად არ ველოდებოდი, რომ გუშინდელ დღეს, კვირა დღეს, ილია მეორის დაკრძალვის დღეს ამდენი ხალხი იქნებოდა, ამდენი გვარის წინამძღოლი იქნებოდა. დიდი მადლობა ჩვენს ქართველ ერს, ჩვენს საზოგადოებას, რომ ეროვნული და გემრიელი ერი ვართ. მადლობა თქვენ ახალგაზრდებიდან, მოხუცებიდან ყველას, რომ ეს ერთ მუშტად შეკრულები გემრიელად, უხმაუროდ, ტკბილად გავაცილეთ ჩვენი პატრიარქი. ბატონო შოთა, გთხოვთ ისაუბროთ ბატონ ილიაზე და ბატონ შოთა ბატონი. გაიხარეთ ბატონო ირაკლი, მადლობა, დიდება და მადლობა უფალს და მადლობა ჩვენს სულიერ მამას პირველ რიგში. მე მინდა ვიმსამძიმრო მთელ საქართველოს და თანაუგზნო აი ეს უდიდესი
დანაკარგია უდიდესი განცდა, რომელსაც ჩვენ დღეს გავიცდით და დღეს მთელი საქართველო არის ჭირის სუფარი. დღეს ყველა ადამიანი, ქართველი თუ არა ქართველი, ერთმანეთს უსამძიმრებს სულიერი ამის გარდაცვალებას და საოცარი ერთობა, საოცარი სიყვარული. აი ეს სიყვარული დავიდოვა ჩვენ ქართველებს და მთელ საქართველოს ჩვენმა სულიერმა მამამ. და საოცარია მისი მოღვაწეობა და მისი საეკლესიო მოღვაწეობა, ასევე საერო და ჩვენი სულიერი მამა ილია მეორე ძალიან ხშირად ქადაგებებში ამბობდა, რომ მე არ წავალო ამ ქვეყნიდან ისე, რომ არ ვნახო გაერთიანებული საქართველო და ამას ამბობდა მთელი გულით და მთელი სულით და ცრემლით და მან მისი გარდაცვალების შემდეგ ეს გააკეთა, გაერთიანა საქართველო და მე დარწმუნებული ვარ და ალბათ ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ ეს ერთობა, რაც ჩვენ ამ 5 დღის განმავლობაში ეს სიყვარული და ესე შეგნებით მთელი ხალხი, დიდი, პატარა, რომელიც ესე მოვიდა მთელი საქართველო, მილიონობით ხალხი მოვიდა, ყველა თვალცრემლიანი, ყველა სიყვარულით. ანუ ესე იგი პატრიარქმა, ჩვენმა სულიერმა მამამ ყველა ადამიანის გულში დატოვა სიყვარული. აი ყველა ადამიანი უყვარდა და ასევე ყველას გვიყვარს, ყველას მთელ საქართველოს და არა მარტო საქართველოს, მე ვფიქრობ მთელ მსოფლიოს უყვარს, ვინც გრძნობს მის სიწმინდეს, მის რჩეულობას და მართლაც ღვთისმშობელი იყო, საოცარი ადამიანი იყო და არის. აი ჩვენი სულიერი მამა, მოგზაურობა რა თქმა უნდა სხვა პატრიარქი, მაგრამ ჩვენი სულიერი მამა იყო და იქნება, მუდამ ყოველთვის იქნება ვერ შეცვლის სხვას. აი ამ ეპოქა, რომელიც შექმნა და ვინც ვართ ამ ეპოქის შვილები, რომელსაც ქვია ილია მეორის ეპოქა, აი ამ ეპოქის შვილებს ყველას გულში იქნება როგორც ჩვენი სულიერი მამა. აი როგორც ჩვენ ყავს ჩვენთანაც ხორციელი მამა, ასევე და ვერ შეცვლის ვერავინ, ასევე ვერავინ ვერ შეცვლის ჩვენს სულიერ მამას. აი ეს დავიდოვა მან და საოცარია, აი ესეთი ისტორიას არ ახსოვს. მთელი თბილისის ქუჩები ყოფილიყოს სავსე ხალხით, მილიონობით ხალხი მოვიდა, ეს რომელიც საქართველოში ბრძანდებოდა და რომელმაც ვერ მოახერხა და ცხოვრობენ უცხოეთში ემიგრანტები, არწმუნებული ვარ, ალბათ კიდევ ერთი იმდენი ხალხი იქნებოდა, კიდევ 1 მილიონი და მეტი მის პატივსაცემად, მის თაყვანისაცემად და ერთი ნიშანი არის ეს, რა თქმა უნდა, უწმინდესი ჩვენ ყველა ვგრძნობდით და ვგრძნობთ მის სიწმინდეს და ხორცში მყოფი წმინდანი იყო და აი ეს ერთ-ერთი მთავარი დამადასტურებელი წმინდანობისა, საყოველთაო პატივისცემა, ეს არის ნიშანი მისი წმინდანობისა და ჩვენ ვიცით, რომ შევიძინეთ ზეციური მეოხი და ვიცით, რომ შევიძინეთ ზეციური საქართველოს კვიდრი. ერთი ზეციური ქართველი კიდე მოემატა ზეციურ საქართველოს, რომელიც იქიდან უფრო მეტს გააკეთებს ჩვენთვის, საქართველოსთვის და დიდება და მადლობა უფალს ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია უთხრათ, იმიტომ რომ უწმინდესი გარდაიცვალა, არ მომკვდარა, იცით რომ გარდაცვალება ნიშნავს სწორედ იმას, რომ კი არ მოისპო, კი არ მოკვდა, არამედ გარდაიცვალა, შეიცვალა მდგომარეობა, სიცოცხლის ერთი მდგომარეობიდან გადავიდა სიცოცხლის მეორე მდგომარეობაში. ანუ დაბრუნდა ხორციელად და სულიერად დაბრუნდა სამშობლოში. სამშობლოში, იმიტომ რომ ყველანი ჩვენ ვართ ღვთისაგან, ღვთის შვილები ვართ და ესე იგი ადამიანის მთავარი სამშობლო არის ზეცა, რადგან ღვთისაგან მოვდივართ, ღვთის შვილები ვართ და აი დაბრუნდა ნამდვილ სამშობლოში, რომელსაც ზეციური სამშობლო, ზეციური საქართველო ქვია და ჩვენ მადლობთ და მუდამ მადლობელი ვიქნებით ღვთისა და ჩვენი სულიერ მამისა. ყოველთვის, იმიტომ რომ ეს
არის წმინდა ადამიანი და ჩვენ მადლობელი ვართ, რომ ესეთი სულიერი მამა ყავდა. მადლობა უწმინდესო კიდევ ერთხელ და ყოველთვის. აიხარ. ჩემო ძვირფასებო, თქვენ კარგად იცით, რომ ბაირამობა 3 დღით შეწყვიტეს და სხვადასხვა აღსარებლობის ადამიანები დიდ პატივს ეწევდნენ და მათ აქედან ტელევიზიიდან თუ ჩემი ხმა მათ მიწვდება, მინდა მადლობა გადაუხადო განამარტო საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნების ადამიანებს, აგრეთვე საზღვარგარეთ, რათა ჩვენი სულიერი მამის სამძიმარი მიიტანეს გულთან და ბევრმა აღნიშნა, რომ ის ჩვენი მამაც არის. ბატონო გოგიტახოთ. ბატონო ერეკლი. ჩემო ძვირფასებო, თეოლოგიური სწავლების თანახმად არსებობს ცნება და ესეთი სწავლება კონკრეტულად, რომ როდესაც ერთი კარები იკეტება, იღება საპირწონეთ ამისა, იღება მეორე კარი. გუშინ მთელი საქართველო გახდა აი ერთი კარის დაკეტვის, ანუ პატრიარქის ხორციელი გარდაცვალების მომსწრე, დაიხურა ერთი კარი, შეიძლება თამამად ითქვას პატრიარქობის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი კარი დაიხურა, ღვაწლმოსილებით აღსავსე, გაჩირაღდნებული სინათლითა და სიკეთით გაჩირაღდნებული კარი დაიხურა და ამის საპირწონეთ აუცილებლად გაიხსნა მეორე კარი, ზეციური კარი, რომლის შესახებ ბატონმა შოთა ზედგირიძე ბრძანა და მეც გავაგრძელებ და ვიტყვი შემდეგს, რომ პატრიარქი გარდაიცვალა ისეთი პატრიარქი, რომელიც სად შეიძლება იყოს და სად შეიძლება განისვენოს სულმან მისმან, თუ არა იმ უფალთან, რომელ უფალსაც ემსახურა, რომელ უფალსაც ევედრა და რომელი უფალსაც შესწირა თავი და თქვენ კარგად იცით, რომ საბერო აღთქმა, ანუ საბერო მოღვაწეობა თავშეწირვის ერთ-ერთი ფორმა და პატრიარქი ილია მეორე ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც იგი აი ამ აღთქმის ქვეშ დადგა, საბერო აღთქმის ქვეშ დადგა და წერი ცხოვრება სწორედაც აი ამ აღთქმით უფლისმიერი ღვაწლით გაიარა. ბევრი შეიძლება პატრიარქის დამსახურებაზე მის ღვაწლზე ლაპარაკი და რომ არ გამომივიდეს, რომ საუბრობ ყველაფერზე და ფაქტიურად არაფერზე, მე მხოლოდ ერთ თემას შევეხები და ეს ერთი თემა პატრიარქისეული მოწოდებით, სულ 3 სიტყვისგან შემდგარი მოწოდებაა. ქართველნო, ერთად ღვთისაკენ. აი ეს 3 სიტყვა შეიძლება ითქვას იმდენად უნიკალური მნიშვნელობის სიტყვებია, რომ თუ ჩვენ ერთად ვიქნებით და თუ ჩვენი ორიენტაცია ღვთისკენ იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მარადიულობაზე, ჩვენს გადარჩენაზე, ჩვენს სულიერ ცხონებაზე ვართ ორიენტირებული და ამ შემთხვევაში ჩვენ არა კონკრეტულად კერძო ადამიანები მხოლოდ, არამედ მთელი ერი აი ამ ორიენტაციის მქონეები ვართ. ამ გზაზე მავალი ხალხი ვართ და აი ქართველნო ერთად ღვთისაკენ, ეს არის ის საყოველთაო მოწოდება პატრიარქისა ჩვენისა, რომელიც ყველა ჩვენთაგანს უნდა გვესმოდეს და ყველა ჩვენთაგანის სმენას და გულის კარს უნდა წოდებოდეს აი ეს მოწოდება და გვახსოვდეს ეს. გამოდის საპატრიარქოს გაზეთი, ესეთი საპატრიარქოს უწყებანი, რომელიც იცის კარგად საზოგადოებამ, ეს ტრადიციული გაზეთია, უკვე რამოდენიმე წლის ისტორია აქვს და ამ გაზეთის უპირველესი სლოგანი, ანუ უპირველესი მოწოდება და უპირველესი დევიზი არის აი ეს პატრიარქისეული სიტყვები. ქართველნო, ერთად ღვთისაკენ. აი ამ სიტყვების თქმა, ამ სიტყვების მოწოდება, ამ სიტყვების შთაგონება პატრიარქს რამ შთააგონა თუ არა იმ რეალობამ, რა რეალობაც საქართველოს აქვს და ჩვენ გვაქვს ნაკლი იმისა, მთელ ერს ნაკლი იმისა, რომ გვაქვს შიგადაპირისპირებულობა, ეს არა მხოლოდ ეხლა, არამედ ისტორიულად მოგდოს, ეს ჩვენი ხასიათის ნიშანია, ამას აქვს თავისი დადებითი მომენტებიც, მაგრამ ამას აქვს უარყოფითი მახასიათებელიც და აი ეს სისუსტე ჩვენი ერისა, ანუ ურთიერთდაპირისპირება, ურთიერთქიშპობისა, ურთიერთწინააღმდეგობის მომენტი, ვის მოეხსენება ისე კარგად და ვის შეიძლება ცოდნოდა ისე კარგად, თუ არა სულიერ მამას ჩვენი ერისას, პატრიარქს ილია მეორეს და სწორედაც ამ ცოდნაზე დაყრდნობით და სწორედაც აი ამ ცოდნის გათვალისწინებით ეს ერთგვარი აქილევსის ქუსლი ჩვენი ერისა იგრძნო, გაითავისა პატრიარქმა და სწორედაც ამას დაუპირისპირდა და სწორედაც ამის საკურნებლად თქვა აი ის სამსიტყვიანი მე ვიტყოდი ძალიან შთამბეჭდავი მოწოდება, რომელი მოწოდებაც მარადიულად იქნება თანამდები ჩვენი ქართველი ერისა. კონკრეტულ შემთხვევაში ეს როგორ გვიკავშირდება ჩვენ?
პატრიარქმა დაიწყო გვარების კურთხევა და გვარებს მისცა მოწოდება ის, რომ ყველა გვარი შეიკრიბოს, გაერთიანდეს და იკურთხოს. და გვარის კურთხევა აღესრულება არა ერთი კაცით, ორი კაცითა და თუნდაც 10 კაცით, არამედ საერთო საგვარეულო სულისკვეთებით და აი ეს კურთხევის პროცესი შთააგონებს გვარებს და უჩენს აუცილებლობას იმისა, რომ გვარები გაერთიანდნენ, გვარები შეკავშირდნენ, გვარიშვილება გაიცნონ ერთმანეთი, მეტი კავშირი იქონიენ ერთმანეთთან. ერთი სულიერი ღვაწლის ქვეშ დადგნენ და აირჩიონ ერთი წმინდანი მფარველ წმინდანად, რომლის სახელობის ხატსაც შექმნიან. ეს ხატიც გამაერთიანებელია ამ გვარისა და აი ეს კურთხევა და ეს მოწოდება პატრიარქისა თავისთავად არის ის მოწოდება, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ქართველო ერთად ღვთისაკენ აი ეს გადადგმული ნაბიჯი გვარების და საგვარეულო ურთიერთობების თვალსაზრისით აი ამ კუთხით არის განხორციელებული. შემდეგ კიდევ უფრო წინ წავიდა და როდესაც ეს ნაკურთხი გვარები უკვე 100, 200, 500 და რამოდენიმე 1000 გახდა და ჩათვალა საჭიროდ, რომ შეექმნა გვარების წინამძღოლთა დარბაზი, რომელიც იქნებოდა საერთო დარბაზი, საერთო საზოგადოებრივი გაერთიანება, საერთო კავშირი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველა გვარისთვის, რომელიც გაერთიანებდა იმ საერთო სულისკვეთებას, რომელიც ყველა გვარისთვის იქნებოდა გასათვალისწინებელი და კოორდინაციაც უფრო ადვილი იქნებოდა და ჩვენ გვაქვს ბედნიერება სწორედ აი ამ სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზს წარმოვადგენდეთ. ბატონი ირაკლი ბრეგვაძე თავმჯდომარე გახლავთ ამ დარბაზისა და ეს დარბაზი სწორედაც ესეთი კონსოლიდირებულია და შეკავშირებულია იმისთვის და იმიტომ, რომ გვარებს გაუწიოს კოორდინაცია, გვარებს გაუწიოს ერთგვარი კონსულტაციები იმ მიმართულებისა და იმ აზრისა, რასაც პატრიარქი მოგვიწოდებდა და რისი მემკვიდრეობაც პატრიარქმა დაგვიტოვა. პატრიარქი მართალია გარდაიცვალა, მაგრამ მისი ეპისტოლარული მემკვიდრეობა იმდენად ესეთი მდიდარია და იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეიძლება თამამად ითქვას, რომ მთელი ცხოვრება გვეყოფა სულიერ საზრდოთ მისი მოწოდებები, მისი სწავლება და აი ყველაფერი ეს შეიძლება ერთგვარი თანამგზავრი იყოს ჩვენი ცხოვრებისა და თავისთავად პატრიარქი იქნება ამ სწავლებითა და ამ სიტყვით, მისი საპატრიარქო სიტყვით იქნება თანამგზავრი და ესეთი მწვრთნელი და მზრდელი ჩვენი სულიერი წინსვლისთვის მოღვაწე მამა ჩვენი. და აი ეს დამოკიდებულება კვლავაცა და კვლავაც გვიჩენს მადლიერების სურვილს და ამ მადლიერებით თუ ვინმე იდგა გუშინ და რო იდგა თქვენ ძალიან კარგად დაინახეთ, რომ უჩვენებდა ყველა ტელევიზია და ყველა არქი ამას, რომ ვერც ერთი ქუჩა და ვერც ერთი მიმართულება ჩვენი დედაქალაქისა ვერ იტევდა იმ ხალხმრავლობას, რაც პატრიარქის გამოსამშვიდობებლად იყო მოსული. ამასთან დაკავშირებით ბატონმა ირაკლი ახსენა და მე ძალიან ისეთი შინაგანი კმაყოფილებით ვარ სავსე, რომ გვარის წინამძღოლები ჩამოვიდნენ სამეგრელოდან, ჩამოვიდნენ აჭარიდან, ჩამოვიდნენ სვანეთიდან, იყვნენ კახეთის წარმომადგენლობა, აი აქ გორი, თბილისი და მცხეთა თავისთან და ეს იმდენად დიდი წარმომადგენლობა იყო, რომ კიდევ ერთხელ ვიგრძენით თუ რაოდენ კარგად გრძნობენ ადამიანები პასუხისმგებლობას თავისი გვარისა და თავისი ხალხის, თავისი საგვარეულო წარმომადგენლობის მიმართ. და ეს პასუხისმგებლობა გამოიხატა იმით, რომ ისინი მოსული რო იყვნენ და ემშვიდობებოდნენ პატრიარქს, ემშვიდობებოდნენ თავიანთი ოჯახის სახელით, ემშვიდობებოდნენ თავიანთი გვარების სახელით და აი ასეთი ერთობლივი შინაგანი პასუხისმგებლობით შინაგანი პასუხისმგებლობით ახსავსე განცდა იყო და ეს განცდა გადიოდა არა მხოლოდ თავშეკრაზე და არა მხოლოდ ერთად ყოფნაზე, არამედ გადიოდა წრემლზე და გუშინდელი დღე წრემლით სავსე, გულწრფელი წრემლით სავსე დღე იყო და ეს წრემლი სწორედაც ესეთი სულის საცხონებელი ყოფილიყოს ჩვენთვის ძვირფასი პატრიარქისა, რომელიც დაიტირა მთელმა საქართველოს. ბატონო გოგიტა, ბატონო შოთა, მეც მაინტერესებს და ბატონო საზოგადოებასაც აინტერესებს ალბათ, რატომ ამოირჩია სიონის საკათედრო ტაძარი ილია მეორე. ვიცით, რომ ეს იყო მისი დაბადება, რომ იქ ყოფილიყო სურვილი. დიდება უთავს ჩვენს პატრიარქს ძალიან გიხდით ამ სიონში ვინ არიან კიდე დაკრძალული.
დიდება უფალს და მადლობა უფალს ჩვენი სულიერი მამა პატრიარქობის პირველივე დღიდან აღსაყდრებიდან სულ ესე იგი ეს ამ ტაძრიდან დაიწყო მსახურობა, დაიწყო მისი პატრიარქობა და ეს ტაძარი განსაკუთრებით იმიტომ უყვარს რომ ძალიან დიდ სიყვარულს გრძნობს ყოვლადწმიდა დედაღვთისმშობლის მიმართ და ძალიან ეს უძველესი ტაძარია, ძალიან წმინდა ადგილია და სიწმინდეებია ბევრი ამ ტაძარში და ეს არის საპატრიარქო განსასვენებელი. აქ განისვენებს 8 პატრიარქი. 3 წმინდა პატრიარქი, ესენი ბრძანდებიან წმინდა ამბროსი ხელაია, წმინდა კირიონ მეორე, წმინდა ეფრემი არ არის წმინდა კირიონ მეორე და კალისტრატე ცინცაძე. სამი და ასევე ეფრემ მეორე, ასევე ბრძანდება იქ ლეონიდე ოქროპირიძე, ასევე ბრძანდება მელქისტეკ მესამე ფხალაძე პატრიარქი და ასევე ბრძანდება დავით დევდარიანი კიდევ და ბოლოს ეფრემ მეორე. ნუ რა თქმა უნდა იქ არის უდიდესი სიწმინდე წმინდანინოს ჯვარი აღზარებული უპირველეს ყოვლისა ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასაუთმოქმედი რომელიც მისივე ლოცვა-კურთხევით ჩამოგბრძანდა ათონის ფრთიდან და ბევრი სასწაულები აღასრულა. ასევე ბრძანდება იქ წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა. ასევე ბრძანდება საფლავი წმინდა იოანე მანგლელისა სააკაძე. დიახ და აი სწორედ აი მე მაინც გავიხსენებ და ყველამ თქვენ იცით ეს გავრცელებულიც იყო ინტერნეტ სივრცეში პატრიარქის ასამაღლებელი წირვის დროს, როდესაც ამბობს ღვთისმშობლის ასამაღლებელი. ღვთისმშობლის ასამაღლებელს 99% ამბობს ცრემლით და დაახლოებით 15 წლის წინ ესწრებოდი მარიამობის სადღესასწაულო მსახურებას და ეს ცრემლით დათქვამი ასამაღლებელი მხოლოდ მოსმენელი ჰქონდა ტელევიზიით და რომ მივიდა აი ამ დრომდე ასამაღლებლის თქმის დრო აი პირადად უსმენდი მე და ესწრებოდი ამ წირვას და ამბობს ცრემლით და ცრემლით აი ეს ცრემლი და ეს ადლი რომელსაც ის გრძნობდა ერე იცით ეს არის გადამდები და ხედავ რომ მე თვითონ ვერ ვიკავებ ცრემლს გრძნობ რაღაცა ის სასწაულ მაგს და ვიფიქრე რომ ახდება გვერდზე და მივიხედე მარჯვნივ მარცხნივ დიდი პატარა სულ ყველა სტვალზე ცრემლი ჰქონდა და აი ასეთი დიდი სიყვარულის გამო მე სწორედ ფიქრობდი რომ ამ ტაძარში აიჩერდა იმას აი აქედან მომდინარეობს და მე მინდა ორი სიტყვით გავაგრძელო ბატონო ირაკლი და ბატონო გოგიტა ბევრი საუბარი შეიძლება პატრიარქზე ბევრი აი ვერ ვინ ჩამოსთვლის მის კეთილ საქმეებს ეს რაც ვიცით და ცნობილია და რაც არ ვიცით კიდევ იმიტომ რომ ასევე ბევრ კეთილ საქმეებს აკეთებდა დაფარულში. უპირველეს ყოვლისა პატრიარქმა დაგვიტოვა უდიდესი საუნჯე. მე დავიწყებ იმით რომ უდიდესი და ყველაზე თავისივე სწავლებით და ქადაგებით ბრძანებს ისი უწუნდესობა რომ ყველაზე დიდი მადლი არის სიყვარული და აი განვარტავს რომ სიყვარული თუ მოიპოვე წმინდა მამები ამბობენ ესე პატრიარქის ქადაგებიდან ამბობ ამ სიტყვებს თუ მოიპოვე შენ მადლი შენს გარშემო ათასობით ადამიანის ხონდება და პატრიარქმა მოიპოვა ეს მადლი და დაგვიტოვა ეს მადლი რომელსაც ქვია სიყვარული აი მთელ ქართველ ერს
აი ეს დაადასტურა ამ 5 დღემ რომ როგორი სიყვარული გააჩნიათ პატრიარქის მიმართ, რომ დგანან საათობით საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე, 8 საათამდე დგანან და თან მერე როგორი შეგნება. ხალხი სახლებიდან აწვდიდა ერთმანეთს, სასმელს. საათობით იდგა ხალხი. დიახ და ორი სიტყვით მე კიდე მინდა დავამატო იმ დიდი საუნჯეების შესახებ, რაც პატრიარქმა დაგვიტოვა ჩვენ. უდიდესი საუნჯეები პირველ რიგში ხაზს უსვამს, რომ მთავარი საუნჯე რა არის? ქართველი ერისა და ადამიანისა, ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ღმერთი რა თქმა უნდა რომ რწმენა მთავარია და სამშობლო თუ არ გიყვარს, ესე იგი არ გიყვარს არის ღმერთი და ადამიანი თუ არ გიყვარს, ესე იგი ღმერთიც არ გიყვარს. და პატრიარქს უყვარდა ყველა ადამიანი, ყველა და მათ შორის განსაკუთრებით ის ადამიანები, როდესაც იხსენებენ, ვინც უცამობდა და ლანძღავდა პატრიარქს, ეუბნებოდა პატრიარქი, რომ ჩამომიწერეთ ეს სახელები, რომ განსაკუთრებით მოიხსენო, იმიტომ რომ მათი სულები მე ღმერთმა ჩამაბარა და ისინი დაიღუპებიან, მე პასუხისმგებლობა მაქვს მათი სულების მიმართ ღვთის წინაშე. და აი ესეთი დამოკიდებულება ჰქონდა თითოეულ ადამიანზე. ის არ გაარჩევდა, ის იყო სახელმწიფო მოხელე, გამოჩენილი პიროვნება თუ პატარა ადამიანი. ყველა ადამიანის პიროვნებაში ხედავდა უფალს. და ასეთი სიყვარულით უყურებდა და აი 50,000 ნათლულის სრემლიანი თვალი. და სიყვარული. ასევე ორი სიტყვით კიდევ გავაგრძელებ, რომ აწყობილი ეკლესია, გამართული ეკლესია დაგვიტოვა. ეს არის უდიდესი საუნჯე. როდესაც დასაწყისში ჩაიბარა 60-მდე ეკლესია იყო. და იყო დაახლოებით 6 თუ 7 ეპარქია და დღეს არის გამართული 39 ეპარქია და 2000-ზე მეტი ეკლესია მოქმედი, გამართული და 5000-ზე მეტი სასულიერო პირი მსახურობს. ქადაგებები საოცარი, არ ვიცი, ასობით ქადაგებები, ეპისტოლეები, ეპისტოლეები, წერილები, სხვადასხვა საოცარი თითოეული მისი ნაშრომი საოცარია. და არ ვიცი, ძალიან ბევრის თქმა შეიძლება, ძალიან ბევრის, აი ჩვენ ვერ ჩამოვთვლით მის სიკეთეებს და აი მეთვა ვიცით რომ ის ნათელშია, მაგრამ ჩვენ კიდევ შევთხოვთ უფალს, რომ თუ რამე მაინც ადამიანები ცოდილებიათ, ჩვენ ვიცით რომ ხორცი ყოფილი წმინდანი იყო, მაგრამ ჩვენ შევთხოვთ, ჯერ ჩვენ შეგვინდოს რაც ვერ გავაკეთეთ ჩვენმა პატრიარქმა და ასევე ღმერთმა მას შეუნდოს თავისი შეწოდებანი და დაამკვიდროს ისი წმინდა და უკდავისური სადაც წმინდანი და მართალი განესწორებინა. გაიხარეთ. ბატონი ირაკლის მიერ დასმულ საკითხს დავამატებდი მე ერთ ნიუანსს, რომ საუბრობთ რა პატრიარქის გარდაცვალებაზე, უნდა გავიხსენოთ ის დღე, რომელ დღესაც იკურთხა პატრიარქი პატრიარქად, ეს იყო 1977 წლის 25 დეკემბერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, სადაც საზეიმოდ აღენიშნა აღსაყდრება პატრიარქისა, ახალი პატრიარქისა, მაშინ არავინ არ იცოდა თუ რა ღვაწლი, რა წინსვლა, რა აღმატებითი სვლა ელოდა ჩვენს საეკლესიო ცხოვრებას და თუ რა ჭირთათმენით გაივლიდა ამ გზას და უნდა ითქვას, რომ იქიდან მობრუნებული პატრიარქი, უკვე პატრიარქი შევიდა რა საპატრიარქოში, პირველი რაც გააკეთა საპატრიარქოში იყო სურათები, პატრიარქების სურათები, ეფრემ მეორის, დავით დევდარიანის და სხვა სურათები ყველა პატრიარქისა და პატრიარქი მიახლა ამ სურათებს საკითხავთ ევედრა ამ სურათებს და მათზე გამოსახულ პატრიარქებს და ერთგვარი სულიერი ესეთი თანადგომა ითხოვა მათგან და აი ეს იყო მიახლება იმ თავის წინამორბედებთან, იმ პატრიარქებთან იყო მიახლება და აი ესეთი გამოითხოვა მათი სულიერი მეოხება.
და უნდა ითქვას, რომ მისი სიონის ტაძარში დაკრძალვაც იყო დასრულება, ამ პროცესის დასრულება, რამე თუ ის მიახლა იმ საფლავებს და იმ პატრიარქების გვერდით დაიდო სასუფეველი, რომელ პატრიარქებსაც იმ პირველ დღეს ევედრებოდა და პირველ დღეს თხოვდა თანადგომას და როგორც უკვე ვთქვით, ანდერძს არ ამბობენ, მაგრამ პატრიარქს აქ გახმოვანებული ეს, რომ მას ჰქონდა სურვილი, რომ სიონის ტაძარში დაკრძალულიყო და ამჯერად სწორედაც პატრიარქის ეს სურვილი აღესრულა და ამ სურვილს მიეცა გზა, როგორც იტყვიან. თუმცა აქვე დგება საკითხი იმისა, რომ სამების საკათედრო ტაძარი, ეს ბრწყინვალე ტაძარი, რომელსაც თვითონ პატრიარქი ბრძანებს, ეს არის პორტრეტი ჩვენი ეპოქისა, მართლაც დიდმნიშვნელოვანი ტაძარი დაიწყო, აშენდა და დასრულდა და დაგვირგვინდა ბრწყინვალედ, სწორედაც მისი პატრიარქობის ჟამს, მისი საპატრიარქო ლოცვითა და მეოხებით და ამ ტაძართან პატრიარქი ისეა დაკავშირებული, რომ ალბათ ყველანი ფიქრობდით, რომ ამ ტაძარში უნდა დაკრძალულიყო. ცხოვრება გრძელდება და ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, უკვე ნათქვამია და მე მხოლოდ გავიმეორებ იმას, რომ პატრიარქის ეს განსასვენებელი, რომელიც მას სიონის ტაძარში მიუჩინეს, არ არის საბოლოო განსასვენებელი მისი და პატრიარქის საფლავიდან აღმოყვანების ქრისტიანული ტრადიცია აღესრულება, მისი სარკოფაგში განთავსება იქნება მომავალში ალბათ და ამის თქმის საფუძველს მაძლევს წმინდა სინოდის ერთ-ერთი წევრის და ჩემთვის ძვირფასი მიტროპოლიტის ნიკოლოზის მიერ ესეთი წინსწრებად ნათქვამი ფრაზა, რომელიც დიახაც ლოგიკურია და ველოდებით ყველაფერი ამის განხორციელებას. გაიხარეთ. ძვირფასი მეგობრებო, მინდა რომ არ გამომჩეს, დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს მთავრობას იმისათვის, რომ ყველაფერი რაც ეს ამ დღეებში ხდებოდა თბილისში, ეს იყო ძალიან მობილიზებული, ლამაზად გაკეთებული, სუფთად გაკეთებული და ჭკვიანურად მოფიქრებული და გაკეთებული. აგრეთვე მადლობა მინდა უთხრა საპატრიარქოს იგივე იმ კომისიის წევრებს, რომლებიც ამაში მონაწილეობას იღებდნენ, იმიტომ რომ თქვენ ხედავდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ დამწუხრებული დღეები იყო, ხალხი როგორ შეგნებულად, ლამაზად, უხმაუროდ, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ხდებოდა ეს ყველაფერი. და მიუხედავად იმისა, უამრავი ადამიანი იყო, უცხოელები, ქართველები, საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების ხალხი და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ერსაც, ბერსაც, რომ ასე ლამაზად და ასე არ იტყვიან საერთოდ დაკრძალვაზე ლამაზად, მაგრამ ეს მართლაც მშვიდობიანად და ლამაზად ჩატარდა ყველაფერი, რათა ჩვენი პატრიარქი გაგვეცილებია უზენაეში. და ჩემო შოთა თუ გინდა რომ მიმართო საზოგადოებას კიდევ რამე უთხრა, თხოვთ ბრძანოთ. დიახ, მე მინდა სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა სახელით და ასევე ზედგინიძე ამელახვათო გვარის სახელით კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო ჩვენს სულიერ მამას და ყოველთვის მუდამ ჩვენ მადლობელი ვიქნებით და ჩვენ მიგვაჩნია რომ არცად არ წასულა პატრიარქი, ის გახდა ზეციური მკვიდრი და უფრო მეტად იქნება ჩვენთან და უფრო ახლოს და კიდევ მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენ სულიერ მამას ილია მეორეს იმისთვის რომ ეს იდეა სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის დაფუძნება იყო პატრიარქის იდეა, პატრიარქის იდეით არის დაფუძნებული და აქაც დევს ის საკითხი, რომ ის მიზანი რომ გაერთიანდეს, აი რაც პატრიარქმა ძალა რომ პირველი რაც დავისახე მიზნად რომ უნდა ყოფილიყო ერთსულოვნება და გაერთიანება დავისახე, ის მან მოახერხა და აქაც ემსახურება გვარების წინამძღოლთა დარბაზი გაერთიანებას. და ასევე მე მინდა დარბაზის სახელით გადაუხადო მადლობა ასევე მთავრობას ესეთი სიყვარულისთვის და საპატრიარქოს და მთელ ერს
თელ ხალხს რომ აი ეს სიყვარული რაც პატრიარქმა ამ 5 დღის განმავლობაში გამოხატა პატრიარქის მიმართ რომ ყოფილიყოს მუდამ ყოველთვის და ეს ამით ჩვენ გავახარებთ ჩვენ სულიერ მამას და გავახარებთ ამას ეცირს. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის. ეხლა პატრიარქის მიმართ იმდენად განსაკუთრებული სიყვარული იყო, რომ პატრიარქი 49 წლის განმავლობაში იყო პატრიარქი და ფაქტიურად თაობები დაიბადნენ, გაიზარდნენ და მისი საპატრიარქო კურთხევისა და საპატრიარქო ლოცვის ქვეშ იყვნენ და თავისთავად სულიერი სწრაფო, სულიერი მიდრეკილება, სულიერი განწყობილება, სიყვარულის განწყობილება აკავშირებდათ პატრიარქთან. მისი გარდაცვალებით ეხლა არ უნდა დაიწყოს პროცესი იმისა, რომ პატრიარქი გარდაიცვალა, ეკლესიაში პატრიარქი აღარ არის, დავიხურეთ ქუდი და წავედით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირიქით, უფრო მეტი ერთგულება გვმართებს ჩვენი დედა ეკლესიისა და ჩვენი პატრიარქისაც. პატრიარქი წავიდა, მაგრამ დაგვიტოვა როგორი კურთხევა, დაგვიტოვა როგორი ლოცვა, დაგვიტოვა როგორი მიმართულება დამოკიდებულებისა ღმერთთან და ეკლესიასთან. არავითარი გაყოფა, არავითარი დაპირისპირება, არავითარი წინააღმდეგობების შექმნა. ქრისტიანობა უპირველეს ყოვლისა მორჩილებაზე დგას და სწორედაც აი ამ მორჩილების კულტურით, ამ ქრისტიანული კულტურით უნდა ვემსახუროთ ჩვენს დედა ეკლესიას და კლავაც უნდა ვიდგეთ იქ, სადაც მოგვიწოდებდა ჩვენთვის საყვარელი პატრიარქი და რაც მთავარია, სადაც მოგვიწოდებს უფალი ჩვენი და ჩვენი დგომა არა მხოლოდ დგომა როგორც ასეთი, არამედ გამოხატულება ერთგულებისა იმ ღირებულებების მიმართ და იმ ფასეულობების მიმართ, რასაც პატრიარქი ატარებდა და რასაც ატარებს ჩვენი დედა ეკლესია. ეკლესიის ერთიანობა ისე როგორც უფლის კვართის ერთიანობა, მისი დაურღვევლობის მთლიანობა, ეს არის ანდერძი მთელი ჩვენი ქართველი ერისა და ეს ანდერძი უნდა შევასრულოთ პირნათლად. და ეს ანდერძიც არა ზოგადად ვიღაცის შესასრულებელი, არამედ კერძო კაცების, ცალკეული თითოეული ჩვენთაგანის, თითოეული პიროვნების შესასრულებელია და ყველანი თუ იქნებით ასეთები, ასეთი იქნება ერი ჩვენი და ასეთი ერი უყვარს და ეყვარება უფალს ჩვენსას. ძვირფასო მეგობრებო, მეც ერთი-ორი სიტყვით მე არავის არ ვქადაგებ და არავის არ მოძღრავ და არ ვფიქრობ რომ რა უფლება მაქვს მე, მაგრამ მინდა ჩემი ორი სიტყვით ჩემი აზრი მოგახსენოთ და ჩემი შეხედულება რომ ყველგან და ყველაფერში პატრიარქი ახსენებდა სიყვარულს. გვიყვარდეს უბრალოდ ერთმანეთ, ნუ დავიბოღმებით, ვიქმნებით ბოღმიანები, ვაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია, სიკეთე ვაკეთოთ, კარგი გავაკეთოთ, ცუდის ფიქრიც, ცუდის ქმედებაც, ცუდის საუბარიც, ცუდი ურთიერთობაც, სიკეთე არ მოაქვს ამას, ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით და ეს იქნება ალბათ ყველაზე დიდი თხოვნა იყო ეს ჩვენი პატრიარქის და ეს ყველა ნორმალური ადამიანის თხოვნა არის. ნუ წავიჩხუბებით ჩვენ მომავალ თაობას, რა ვიცი, მთელი ცხოვრების მანძილზე მე სამი შვილი გავზარდე და არც ერთისთვის რომ იტყვიან ხელი არ დამიკარებია, რასაც ქვია ფიზიკური ურთიერთობა ბავშვზე. აქ არის უნდა აუხსნა, გააგებინო ჩვენი მომავალმა თაობამ. მე სწორად გამიგეთ, როდესაც ეს ორი ადამიანი გვერდით ამყავს და საუბრობენ, მათმა პირადად განასაზღვრებოდებაზე, პირადად ჩემზედაც იმოქმედეს, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი მთლიანად ეკლესიურ ცხოვრებაში ვერ გადახვიდე, ვერ შეხვიდე, მაგრამ გიყვარდეს ადამიანი და ადამიანების მიმართ იყავით ადამიანური ადამიანები. იცხოვრეთ ისე რომ ადამიანი იყო, განსხვავება ხომ უნდა იყოს ადამიანსა და ფრინველს, ცხოველს შორის. ჩემო ძვირფასებო, მე მახსენდება ხოლმე აგერ ბატონმა შოთამ ბრძანა რომ ილია მეორე ვინც მასეც უც ამბობდა იმ ადამიანებზე ლოცულობდა რომ ისინი გამოსწორებული იყვნენ. მე მახსენდება ერთი ამბავი რომ ერთმა ახალგაზრდამ მეორე ახალგაზრდა მოკლა. ის მეორე ახალგაზრდა იყო დედისერთა. მის მეტ იმ ოჯახს არავინ არ ყავდა. და იმ მკვლელის
მკვლელს, მკვლელი იშვილა მამა. სანამ ციხეში იყო ის მიდიოდა მასთან, პატივსცემდა და ციხიდან რო გამოვიდა, როგორც საკუთარ შვილს ისე პატრონობდა. გაკვირვებული იყო მკვლელი. ეს იყო რაღაც სასწაული, რომ მან აპატია ეს და მიიღო როგორც საკუთარ შვილად. გადამცდარი ხარ ცხოვრებიდან. ეს ძალიან რთულია, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არის რაღაც სასწაული. მაგრამ უყურეთ, უსმენს პატრიარქი არ რთავს ტელევიზორს, ინფორმაციას არ ახშობს, უსმენს ბოლომდე მის ძრახვილ ადამიანებს და შემდეგ კითხულობს, გამიგეთ ვინები არიან, რა ქვია, რა სახელი აქვს, რომ მთელმა ერმა და ჩვენ ვილოცოთ იმ ადამიანებს. იმიტომ რომ ისინი ჩემი შვილები არიან. ჩემო ძვირფასებო, ასე მოდი სიკეთე ვაკეთოთ ერთმანეთისათვის, კარგი ვაკეთოთ. და რაც შეეხება ჩემს გადაცემას და გვარების წინამძღოლთა დარბაზს, რომელიც ძირითადი ჩვენი ამოცანა არის, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს საიდან არის, ვინ არის. მისი წარსული უნდა იცოდეს. გვარი თითქმის ყველაფერი ვიცით, მაგრამ არ ვიცით რამდენი ვართ, საიდან მოვდივართ, ვინა ვართ. მე პირადად მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ იმერელი ვიყო, მაგრამ ყოფილი ვარ რაჯიდან. ამიტომ მითითებული არის ტელეფონები, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ, მოგბრძანდეთ და თქვენი გვარის ისტორია მიიღოთ. მიიღოთ აგრეთვე სხვადასხვა გარიგებები, მიიღოთ აგრეთვე სხვადასხვა ამბები და რაც მთავარია, ჩვენ შევეცდებით. მე მაგალითად ასეთი იდეა მომივიდა ბატონო შოთა, რომ ის ეკლესიური ცხოვრება, რომელიც არის ჩვეულებრივ მოგდავმა ადამიანმა, შეიძლება გამოვყოთ რაღაც თვეში ერთხელ იქნება თუ კვირაში ერთხელ რაღაც საათები, რომ პიროვნებას, რომელსაც აინტერესებს რა როგორ რანაირად მოვა მოისმენს ამას ყველაფერს უფასოდ ადამიანურად და განიწმინდება და ბევრი რაღაცები ეცოდინება, რომელიც არის. აი ახლა აღდგომა მოდის, რატომ ხდება ეს, რა არის, რისთვის არის, საჭირო არია თუ არა ეკლესიაზე გასვლა, აი ყველაფერი არსებობს, ვაკეთებთ ბევრ რაღაცებს, მაგრამ არ ვიცით რატო. გადმოგცა წინაპარმა, ჩვენ ვაგრძელებთ, მაგრამ ეს რას ნიშნავს, რა არის? აბადიეთ, ახლა შეიძლება არ გამოვიდეს ეკლესიაში პიროვნება და ამ თემაზე არის საუბრობს, ან იმ დროს ვერ მოусმინოთ, მაგრამ როცა იქნება დრო და საათი და გამოყოფილი, აი ეს რაღაც ესე კარგი იდეაა ჩემი აზრით. Pushing ჩვენ დაკრძალვის შემდეგ ილია მეორეს მოუწყვეთ გაცილების სუფრა და სადაც ბატონი შოთამ აღნიშნა ისეთი სიტყვები ისაუბრა, რომ მე ეს იდეა მომივიდა, რომ ადამიანებმა, მოგდავმა ადამიანებმა ბევრი რაღაცები არ ვიცით. ვინც იცის, ეს ცოდნა რომ გაუზიაროთ ერთმანეთს და ლამაზად გავაგრძელოთ ცხოვრება. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ მოგზაურობისათვის. გვარების წინამძღოლთა დარბაზში გვერდში დგომისათვის გაიხარეთ და ღმერთო ბუნების ძალას კიდევ ერთხელ შეგვინდოს თუ რაიმე შევწოდეთ და ნათელი და სანთელი და დიდება ჩვენს პატრიარქს კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. კარგად გზადდით. დიდება უფალს და მადლობა უფალს. უფალს დიდება თქვენ. მადლობა ჩვენს მამას. გაიხარეთ ბატონო.